ქალბატონს ჭირდება დახმარება და მაგაზე მოვედი და უნდა გავაკეთოთ ჩვენ რეაგირება. თუ რამე გაინტერესებთ პრეს სამსახურს მიმართეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურს. კაი, წავუძანთ ჩვენთან თქვენ შვილზე ხომ არ იყო ზეწოლა? ხომ არ იყო თქვენ შვილზე? აბა რატომ მოვიდა ეხლა? არ იცოდა თქვენმა შვილმა რომ პროკურატურაში შეიტანეს განცხადება? იცოდა თქვენმა შვილმა. ეს არ უნდა დარჩეს გაუშუქებელი, ეს არ უნდა დარჩეს გაურკვეველი. ეს ყველას უნდა მივაწვდინო ეს ხმა თუ გამოხდა და რა. 22 მარტს ვინ მოვიდა როგორ სახშეურად პოლიციელი იყო და ერთ-ერთი ეს იყო ზაზა შეროზია, რომელსაც ვიცნობ. ქაღალდებით არა. ყოველთვის სიტყვიერად, არაფერი ქაღალდზე ჩემი ან ახსნა განმარტება თუ რა ჩვენება. არაფერი, ჩემთვის არაფერი, შენ იქ უნდა დაკითხოთო პოლიციაშიო. და 90 დღე უნდა მიგისაჯოთო. მეუბნებოდა ეს შეროზია და კარგი მეთქი ძალადობა რატომ უნდა მოგიზარდო? ტელეფონი მაშინათ არ მეუბნებოდა რატომ. იმას იგაიგებო პოლიციაშიო მეუბნებოდა. ხო და ტელეფონი მაშინ მე ამართვა, მაგრამ სანამ ტელეფონს ამართვებდა, ისეთ ადგილასაა ეს ჩვენი სახლი, რომ შემოუხვია პოლიციამ და შუქი რო გადაკრა სოფელში, მე მივხვდი ეს განგეხტება და რა მე რომ მოვედი ეხლა ამ სახლში დღეს იმიტომ ეს მე დღის პირველ საათზე მივედი, მაგრამ ღამე შუქი რო იყო ან თობილი და რო ვიყავი ის იცოდნენ და აი ისევ აგრძელებს. დროს მივიდნენ ღამე. საღამოს 8 საათზე. ძალით ჩამსვეს იმაში. მე უთხარი ბიჭებო, სახ ცეცხლი წაეკიდება, შუქი რო გადაკრა, სამთლები მაქვს ყველგან ანტობილი მეთქი. მე მეშინოდა მეთქი და ტელეფონი მაშინათვე გამომართვეს. თვითონ შეროზიამ გამომართვა ტელეფონი. არ მომცა საშუალება რომ სადმე დამერეკა და რაღაცა, მაგრამ მე მაინც მანამდე მქონდა დარეკილი რომ მეშინოდა და იმიტომ დაფიქსირებული მქონდა რომ იქ ვიყავი. და უცბად ამეხვიეს კირზე მომახვიეს ხელი და დავაიუთხრეს ესე ფეხებზე მომკიდეს და უკანა მხარეს მანქანაში ვინც მართავდა რულს ის სახეს იფარებდა. ორი პოლიციელი იმას დაუჯდა გვერდით და ეს რომელსაც ვიცნობდი მე კარგად. რათა ისინი რომ არამე მოეცნო, იმიტომ მემალებოდნენ და იმიტომ დაჯდნენ ისინი სამივე წინ და ეს ერთი რომელსაც ვიცნობდი ზაზა შეროზიას და აქით რომ მეჯდა ამას ჩემი ორივე ხელი ასე ყავდა დაჭერილი. აი როგორ მეტყობა ეს ხელი. აი ხელის მოჭერილი. ის წინ რულს რომ მართავდა ის ხელი ასე ერთი ხელი თრუსპარდა და მეორე ხელი მოაბრუნა და ზევიდან ჩამოყვა აქიდან. თხლიშა აქ აი უყურე კოპი მაგა. თვალს სინათლე დამიბნელ და მაგრამ მეგრულად შემაგინა, მაგრა შემაგინა მეგრულად და რო შემაგინა მე მივხვდი რომ ისინი მეუბნებოდნენ ჩართულია მანქანაშიო. ვიდეო არისო ჩართულიო მანქანაში და ყველაფერს ვიწერთო ჩვენო. და ტელეფონიც თვითონ ხო ქონდა და იმით მაშინებდნენ რომ მე არაფერი რო არ მეთქვა, მაგრამ მე მოუბრუნე. შენ მე რომ მცემედა რომ აგინე ასეთი სიტყვები გავიმეორე მე რაც იმან მითხრა ის სიტყვები. აი ეს 4 ლაწირაკები რომლებიც აქ ზიხართ მეთქი. დედა შენს ესენი და შენს დას და ყველას მეთქი და იქითაც მიუბრუნე ეს 4-ვე. ხედავ რა შვებავრა და ეს ხელი გამოვიჯე ამას და ამ შეროზიას თხლიშე ასეთ ადგილას ხელი მეც. დაუბრუნე, ხელი დაუბრუნე ცემის პერიოდში მე დაუბრუნეს და იმის მისაწვდომად მინდოდა ხელი და იმას ხედავდი და ისინი ამშვიდებდნენ წინ რო იდნენ ისინი ნელა კანკანია უარდა და აი რომ მანქანა რო და თანაც ეს ისე დროს მოხდა რომ სოფელი დატოვებული ჰქონდა. წალენჯიხის მიახლოებულზე გააკეთეს ეს. ესენი ვერაფერი საბაბი ვერო გამოძებდნენ, სტადიო მითხრეს. შვილი არის რეგისტრირებული იმ სახკარში, სადაც დედაჩემის სახკარია და რომელზედაც მედავებია. ვინ გედავებათ ის? მედავება ფიფია ბაჩანა. ვინ არის ეს თქვენი? ეს გერი ძმის შვილის შვილი. ანუ თქვენ ეს ფართი დაკანონებული გაქვთ? არა, იმიტომ რომ მე მარტო არ მეკუთვნის ეს. ჩემ გარდა კიდე არიან სხვა დები, ორნი, უმცროსები. ვინც ცოცხალ ვის სახელზეა ოფიციალურად? დედაჩემის სახელზე იყო კომლი და დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბიძაშვილი ჩავაყენეთ, რო არ მოშლილიყო სანამ უნდოდა და თუ ის გააგრძელებდა იქ ცხოვრებას, მაგის კიდე იყო ის სახლი, ბაბუასეული სახლია და ჩვენ წინააღმდეგობა არ გვეკნებოდა დედმამიშვილებს, მაგრამ ისინი თურმე ამათ უნდოდათ არაკომპეტენტურ პირებს. და ესენი ჩუმად იმას შრებოდნენ რა, აყალბებდნენ საბუთებს და დედაჩემი რო გარდაიცვალა, კატუკია პაშას ნაცვლად გარდაცვალება შეუტანიათ
ფიფია პაშათი ამ დროს არ არსებული გვარი